მეგობრებო, მოგესალმებით. მე ლანა ვარ, მულტიდისციპლინური მხატვარი საქართველოდან. რატომ მულტიდისციპლინური? ალბათ იმიტომ, რომ ჩემი დღეები ციფრულ ილუსტრაციებს, წიგნების გაფორმებას, ბუტაფორიების შექმნას, კლასიკურ ფერწერასა და რაც მთავარია, კედლის მოხატვას შორის ნაწილდება. დღეს მინდა ამ უკანასკნელზე გესაუბროთ და გაჩვენოთ, როგორ იქმნება მასშტაბური ნამუშევრები ქალაქის ქუჩებში. ეტაპობრივად გავიაროთ კედლის მოხატვის სრული პროცესი. თუ გაინტერესებთ ეს ყველაფერი, მოიმარაგეთ რაიმე გემრიელი და აუცილებლად ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. სანამ უშუალო ტექნიკურ მხარეზე გადავალთ, ვერც ვერ ავუვლით მათ თბილისში ამ სფეროს განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. საუბარი მაქვს ნიკო მუვმენტზე. ეს არის არტ პლატფორმა, რომლის სახელიც, რა თქმა უნდა, დიდ ნიკო ფიროსმანს უკავშირდება. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა სახელწოდებით ნიკო 2017 წელს დაარსდა და სხვადასხვა მხატვრის დახმარებით 60-ზე მეტი კედელი მოხატვის, რომელიც 7 სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს. მოძრაობა ნიკოს მიზანი საქართველოში არსებული უსახური კედლების გავამაზება და ქუჩის ხელოვნების განვითარებაა. ახლა კი როცა უკვე ვიცით კონტექსტი, მოდით ჩემთან ერთად ნახეთ, როგორ იწყება მუშაობა კონკრეტულ დიდ ობიექტზე. მოკლედ, ყოველ წელს ნიკო მუვმენტ Facebook-ზე და Instagram-ზე აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა არტისტებისთვის, რომლის ფარგლებში თესოუს მაღლივის ბიბლიოთეკის კედლები ცოცხლდება. 2025 წელს მეც გადავწყვიტე ბეთის ხელმეორედ გამოცდა, ვინაიდან წინის წელსაც მივიღე მონაწილეობა ამ კონკურსში, ძალიან მომეწონა და მიზნად დავსახე უფრო გამერთულებინა ნახატი წინა წელთან შედარებით. კონკურსის პროცესი რამდენიმე ეტაპიანია და თითო ტურზე გაგზავნილ ნახატებიდან ირჩევენ საუკეთესოს. მიახლოებით 3 ან 4 მონაწილეს. როცა ჩემს ეტაპზე გამარჯვების წერილი მომივიდა, ძალიან გამიხარდა. ვიცოდი, რომ ნიკო მომიმზადა ვორქშოპები და წინ ბევრი საინტერესო ამბები მელოდა. წინ მელოდა 2 ვორქშოპი. საუკეთესო და ძალიან საყვარელ ხელოვნების კურატორ სოფო კოლხიდაშვილთან ნამუშევრების კომპოზიციასა და შენობასა და არქიტექტურაზე ნახატის მორგების ვორქშოპი და კედლის მოხატვის და ესკიზის გადატანის მასტერკლასი ლეგენდარულ კედლის მხატვარ პაბლოსთან. სოფოსთან განვიხილეთ ჩვენი პირვანდელი ესკიზები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და საბოლოოდ სოფოს რეკომენდაციებით დავაკორექტირეთ ჩვენი ესკიზები და მივეცით მათ უფრო სრულყოფილი და დასრულებული სახე. სოფოს ვორქშოპის დასრულებისთანავე მაშვენმე მივადექით ჩვენს 5 მეტრიან კედელს. მოკლედ მე და ჩემი თანამონაწილეები კონკურსის ბოლო მეხუთე ნაკადი ვიყავით. მუშაობა საინტერესო პროცესით დავიწყეთ. მაღლივის ბიბლიოთეკის საწყობში სხვა მონაწილეებისგან დარჩენილ საღებავებში ვეძებდით ისეთ ფერებს, რომლებიც ჩვენც გამოგვადგებოდა. ეს თან ეკონომიური და ამავდროულად საინტერესო იყო, იმიტომ რომ ფერების უმეტესობა ნაზავი ფერები იყო და ეგ გარკვეულწილად პატარა გამოწვევაცაა, ვინაიდან ამ ფერებიდან უნდა შეგვექმნათ ჩვენი ნახატისთვის შესაფერისი პალიტრა. მოკლედ, საღებავების შერჩევის და ფუნჯების გადანაწილების მერე მივადექით სერიოზულ სასტარტო ეტაპს. ეს ეტაპი იყო წინა წლის ნამუშევრის გადაფარვა. Hi. Გაგოებო. ხშირად მეკითხებიან, ლანა, არ გენანება რომ სხვა შენს ნახატს ასე გადაღებავს? სხვათა შორის არა. ჩემი შაშანდელი ნახატი თავად პაბლომ გადაღებ გადათეთრა და ახალი ნამუშევარიც დაახატა ზედ. მე ამაში რაღაც მედიტაციურს ვხედავ. ბუდისტი ბერებივით, რომლებიც ქვიშით ულამაზეს მანდალებს ქმნიან და მერე შლიან. ეს პროცესია და არა საბოლოო წერტილი. ჩემი ნახატი მაინც ცოცხალია და იმ არტისტულ ენერგეტიკულ ფენების ერთობლიობაა, რომელიც მაღლივის კედელს ისტორიაში კაიხანს შერჩება. გამარჯობა, ეს არის ლაივი პირდაპირ ეთერი ნიკო მუვმენტიდან. ჩემი სეტაპი არის წყალი. ეს რაღაცას უნდა ავძვრე. აქ მიდევს საღებავები, კედელი უნდა გადავღებო მთლიანად და კედელი უნდა გადავღებო და მე გადავიტანო ჩემი ნახატი დუდლებით. That's it. Helicopter. ბოდიში მიკროფონი არ მაქვს. მოკლედ, ეს ქვედა ნაწილი არის საკმაოდ ჭუჭყიანი. წინა წელს რომ ხატავდი, თავი არ გადამიწყვეტია. საღებავები არის დაჭუჭყიანი ხდებული ქუთამის და ახლა ცოცხი არ გვაქვს. გვაქვს ეს. ამით ახლა მინდა ცოტა გადავწმინდე, რომ მე ამ ვიდეოში გადავსვა. Saco las uñas, te puedo arañar. Cat, kiri, cat, cat, kiri, cat, cat. Corta las cámaras, córtala ya. Cat, cat, catarás. მოკლედ, პაბლომ გამომიარა და ისაო ნუწვალო ფუნჯითო, იმიტომ რომ მე ვაპირებდი რომ მთელი ეს ქვედა ნაწილი ფუნჯით გადამეღება. და ვიჩია პატარა როლი ქვია, არ მახსოვს რა ქვია.
მაგით რო გადამელურ რკინის მხარე რო იატაკზე ყოფილიყო და უფრო სწორი ხაზი მასე გამოვა. რამეს თუ გაიგებთ, ძალიან კარგი. და თუ ვერ გაიგებთ, აი დარდი. საღამოსკენ უკვე ძალიან აცივდა და ფაქტიურად ვიყინებოდი. და ხარაჩოზე ავწვერი და გადავედი მთლიანი ზედა ტერიტორიის გადათეთრებაზე. აი ესე სრულიად სექსუალურად გამოიყურები. ხოდა ამდენ შრომასა და წვალებაში მოვიდა ჭამის და დასვენების დროც, ამიტომაც მე და ჩემი თანაგუნდელი დავსხედით ხარაჩოზე და უგემრიელესად გადავირტყით ატრია ქათმით. Helicopter! პირველ სამუშაო დღეს სენსეი პაბლომ 1 საათი გვიკითხა ლექცია და გაგვიზიარა თავისი საფირმო ტექნიკა, რომელსაც კატის მიმოფანტული ბეწვები ჰქვია. ამ ტექნიკის მიხედვით ხატავ ბანანის მაგვარ კალებს კედლის მასშტაბზე, უღებს სურათს და მერე ნებისმიერი ფოტოშოპის პროგრამის საშუალებით ზემოდან ადებ შენს ესკიზს და სწორედ ამ მეთოდით გადაგაქვს შენი ესკიზი უზარმაზარ კედელზე, ან ნებისმიერ ზომის კედელზე. ეს მეთოდი ძალიან გამომადგა მომავალშიც, დამკვეთებისთვის სხვადასხვა შეკვეთების შესრულებისას. ესკიზის გადატანის შემდეგ დაიწყო ყველაზე შრომატევადი ეტაპი გაფერადება. კედელზე ფერი ყოველთვის უფრო მკრთალია, ვიდრე ეკრანზე. ამიტომ ბევრი წვალება და შრომა იყო საჭირო სასურველი ტონების მისაღებად. აი, რაც არის საშინელი განათება. მაგრამ დღეს ძალიან ვარ დაღლილი ალბათ უკვე. მესამე დღე რომ ვმუშაობ. ძალიან შენელებული კადრი ვარ და ვაპირებ, რომ ეხლა 6-მდე აი ზედა ნაწილი დავუმთავრო და დანარჩენი ხვალინდელ დღეზე დავტოვო. ხელი ძალიან მტკივა. სიმართლე რომ გითხრათ, განსაკუთრებით აი ეს, აი იმენა. მკლავი არა. მაგრამ ხელები. ოღონდ ახლა შევუდგები, ვეცდები რომ მოვასწრებ 6-მდე. ისა ცნობისთვის კედელზე ხატვა არის საკმაოდ მძიმე ფიზიკური დატვირთვა. ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში გიწევს საღებავების თრევა, როლების და ფუნჯების აწევ-დაწევა და ესე ხატვა. ამიტომაც უნდა გქონდეს რაღაც გარკვეული პატარა გამძლეობა. იმიტომ რომ მთელი დღე კედელთან ხატვას ძალიან ბევრი ძალა მიაქვს. ფონს 2 ფენა დასჭირდა. დეტალებსა და პერსონაჟის კანის ფერზე მუშაობას კი კიდევ 2 დღე შევალიე. იცით, აკადემიაში სწავლისას ლექტორები ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ხატვარი ნახატს კი არ ხატავს, არამედ აგებს. ხოდა კედლის მოხატვა ზუსტად პატარა სამშენებლო პროექტს გავს. შენ საძირკველიდან იწყებ და ნელ-ნელა ფენა-ფენა მიდიხარ საბოლოო შედეგამდე. ეს სერიოზულ დაგეგმარებას მოითხოვს. ლოგისტიკურად რომ უფრო გამემარტივებინა საქმე, ასეთი მეთოდი ავირჩიე. ვამზადებდი კონკრეტულ ნაზავ ფერებს და იმ დღეს მხოლოდ იმ ელემენტებს ვხატავდი, სადაც ეს ფერი მჭირდებოდა. მაგალითად, თუ მქონდა მზა კანის ფერი, მთელ დღეს მის განაწილებასა და დეტალიზაციას ვუთმობდი. ეს მეხმარებოდა ნახატის მთლიანობის შენარჩუნებასა და ხატვის პროცესის გამარტივებაში. როგორც ასეთი ამ კედელს ძალიან კაი ადგილმდებარეობა აქვს, იმიტომ რომ პირდაპირ გავლილი მანქანები უყურებენ, თან ფერებიდან გამომდინარე ჩემი კედელი საკმაოდ ანათებს, ამიტომაც მაგით ვარ კმაყოფილი. ეხლა უნდა გაჩვენო, რაც ხატავენ ჩემი საყვარელი თანაჯგუფელები, ძალიან საყვარელი გოგოები არიან, ერთი არის ესტონეთიდან, ანა ქვია, მეორეც არის საქართველოდან, ანა ქვია, აი ეს არის სილამაზე, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ცელოვანი, არის ჩვეულებრივი გოგოა. აი ძალიან კაია. ეგ ერთი და მეორე ანა ლიზა. This is mega cute. Mega cute. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენთ რომ ვიტყოდი ამას, რომ დავიღალე, მომშვიდ რომ გამოვიყურები. აი რა მაგასაკეთებელი და დასამთავრებელი. შევასრულეთ თითქმის 80, ყარი 75% არის შესრულებული ჩემი ნახატის. დარჩა საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალები. ესენია. აი ამ თეთრი რგოლები. Oh, Lord have mercy. აი ამ თეთრი რგოლების დასრულება. ხედავთ, აი ესენია. კარგად უნდა გავათეთრო. ჯინსები, მაგი და კომპიუტერი, სკამი, აი სკამი. უნდა შევაზავო ეს ფერები დღეს. დასამთავრებელია აქ პატარა ნაჯღაბნები, წარწერები. აი ეს ფერიც არის გამოსაყვანი, მაგრამ სავარაუდოდ გამოვიყენებ აქედან რაიმე ფერს და ცოტა მოსტაფილოს ხოსაურევ. ან მომენტ ეს მე მგონი არ არის ექსტრაფერს ფერი.
bombastic side eye. არაფერი ძმარი დახაბი არც მახსოვს ხო მაგათ ეს ვარ შესაძლებელი დღეს ეს არის დღის გეგმა და მე დარჩება ის რისი ყველაზე ძალიან მეშინია აი ძალიან მეშინია და ეს არის კონტურები წარწერები და კონტურები აქაც რაღაცა დებილობა წარწერები მაქვს და აი ეს მე კონტურები არის გადასატანი მე თუ არ დავხატე სხვა მას არავინ არ დახატავს გასაგებია აი წავედი მე არ მინდა წასვლა მაგრამ სხვა გზა არ არის თორე პაბლო მეჭუბება უკაცრავად გავარჯობათ რა საკეთებთ რა შვებით რა საკეთებთ აი ხატავ მას უთავ კედელს ვაუ რა მაგარია ძალიან მაგარი ხარ ციცოდით ეს I'm at the point in my life where I don't know what point I'm at. I'm just at a point. რომ დავასრულე ყველაფერის შევსება და დეტალების გაფერადება, ბოლო დღეები ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს, line arts, ანუ შავ კონტურებზე მუშაობას დაუთმე. ეს ის მომენტია, როცა ყველა აშენებული ფენა ერთიანდება და ნახატის საბოლოო ხასიათს იძენს. მოკლედ დღის მიწურულია, ბატარეიკა, ტელეფონი მიჯდება, ვერსად ვერ დავტენე დიდად და ალბათ ამ დღეების დაღლა დამეწია და აი ძალიან დაღლილი ვარ ისე დონეზე რომ აი ვერ აგიხსენებთ მაგრამ უეჭველი ხალხ დასამთავრებელი ყველაფერი და იმედია რომ ამ ყველაფერს მოვასწრებ ეს ყვავილი არ შეიმჩნიო მე მგონი გუშინ არ მიჩვენებია რა გავაკეთე და აი ამ ნაწილს გადავუარე და გუშინ კონტურზე ვიმუშავე დღესაც უნდა გავაგრძელო. არ მინდა იმის თქმა, რომ მე დღეს დავამთავრებ რამეს, იმიტომ რომ არ მინდა რომ ვიჩქარო. მაინც დრო მაქვს ხვალამდე, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ აი 80% მაინც იყოს შესრულებული და წარმატებები მისურვეთ. აი მაგალითად ახლა აი ამ ნაწილისთვის მე ავიღებ და აქ გადავდებ აი ამ ძირითად ფერებს, რომელსაც თან დავაკორექტირებ და თან კონტურსაც მივახატავ. ჩემს ნახატში მინდოდა გადმომეცა ის რეალობა, რასაც ბევრი კრეატიული ადამიანი აწყდება საქართველოში. რთულია თავი მხოლოდ ხელოვნებით ირჩინო. ხშირად მიწევს ვიყო საკუთარი თავის სპონსორი. ვიმუშაო 9-დან 7 საათამდე კორპორატიულ სამსახურში, რომ საყოფა ცხოვრებო ხარჯები დავფარო და მერე დღის ბოლოს დაღლილმა მხოლოდ 1-2 საათი დავუთმო ხატვას. ჩემი დიდი ოცნებაა სამომავლოდ მხოლოდ საყვარელის საქმიანობით შევძლო პურის ფულის გამომუშავება და ისე ვიცხოვრო, რომ მთელი ენერგია ხელოვნებას მიუძღვნა და არა კორპორატიულ რუტინას შევალიო. ამათ დღეში ღარაჩოებზე ძრომას კარგად დავამუღამე. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ ხატავენ 20 სართულიან კორპუსებს. თუმცა ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მეც შევძლო ასეთი მასშტაბის ნახატის შესრულება. მოკლედ, როგორც იქნა, დავასრულე ჩემი ნამუშევარი. არ მჯერა რომ დავასრულე, მაგრამ ნამუშევარზე მუშაობა ისე მგონია რომ სხვა ვიღაცამ დახატა და მე ესე ვიყავი უბრალოდ ვუყურებდი რა ხდებოდა და მაგრამ ეგრე Is it easy? No. But do I do it? Yeah, I do. იმედია მოგეწონათ ჩემი თავგადასავალი, თუ გსურთ მეტი გაიგოთ ჩემს მხატვრულ ცხოვრებაზე, გამომყევით Instagram-სა და YouTube-ზე. შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში. Пока!